როგორ იბეგრება ხელფასი გერმანიაში. სად მიდის ეს დაბეგრილი თანხა და შეგვიძლია თუ არა ავარიდოთ დაბეგრვას თავი. ქალბატონებო და ბატონებო, ხალხნო და ჯამათნო, მოგესალმებით. ეს ვიდეო იქნება დაბეგრვის შესახებ, რამდენნაირი ბეგარა არსებობს და რამდენნაირი დაბეგრის კლასი არსებობს გერმანიაში. გადავხედავთ ისევ და ისევ ლონშტოერ თაბელა და ავიღოთ როგორც წინა ვიდეოში იყო, ვინც არ უყურა შეგიძლიათ ნახოთ, ლინკი გამოჩნდება, ავიღოთ 3000 евро და ვცხოვრობთ მიწა NRV. რამდენნაირი ბეგარა არსებობს? არსებობს თვითონ ბეგარა, ხელფასის ბეგარა, ასე ვთქვათ, რომელსაც ქვია ლონშტოერ, არსებობს კირხენშტოერ, ეს არის საეკლესიო ბეგარა, ვინც ჩაწერილია კათოლიკურ ან ევანგელისტურ ან სხვა ეკლესიებში, არის სპეციალურად განკუთვნილი ბეგარა. აქვე მინდა დავამატო, რომ თქვათ ვინმე შეცდომით ან დაუდევრობის გამო ჩაეწერა რომელიმე გერმანულ ეკლესიაში და ნალოგებს იხდის, ან ბეგარას იხდის და არ უნდა მისი გადახდა, ამ მოწერვა, ამ ეკლესიიდან, ანუ წევრობის გაუქმება არც თუ ისე ადვილია და ამაზეც არის ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ, ლინკი გამოჩნდება. და მესამე ზოლიდარიტეტსzuschlag. ეს არის სოლიდარობა გამოხატული აღმოსავლეთ გერმანიის მიმართ. როცა გაერთიანდა გერმანია 1990 წელს, მას შემდეგ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო აღმოსავლეთ გერმანიაში, ასევე აღმოსავლეთ ბერლინში და ამიტომაც დღესდღეობითაც აღმოსავლეთ გერმანიის და აღმოსავლეთ ბერლინის აღმშენებლობისთვის დასავლეთ გერმანიიდან ირიცხება ბეგარა, რომ დავეხმაროთ გერმანიის აღმოსავლეთ ტერიტორიებს. ეს ბევრი არ არის, დღესდღეობით ადრე უფრო ბევრი იყო, ეხლა რაც დრო გადის უფრო მცირდება და რაც დრო გადის, ეს ბეგარა ეხება უფრო მაღალ ხელფასებს, მაგალითად 6000 евро და პლუს. გადავიდეთ ამ პირველ ბეგარაზე, ლონშტოერ და განვიხილოთ როგორ იბეგრება. გერმანიაში არის 6 კლასი დაბეგრის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ვის ეხება ეს კლასები. დავიწყოთ იქიდან თუ რატომ არის დაყოფილი კლასებად თვითონ ხელფასის ბეგარა. ლოგიკა ასეთია, რომ ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა სიტუაცია, სხვადასხვა სიტუაციებში ცხოვრობენ ადამიანები, ზოგი მარტო ცხოვრობს, ზოგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ზოგი დაქვრივდა, ზოგს ბავშვები ყავს, გააჩნია ვის რამდენი ბავშვი ყავს და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სიტუაციის მქონე ადამიანები სხვადასხვა ბეგარით იბეგრებიან. შევეხოთ პირველს, რას ნიშნავს პირველი კლასის ბეგარა. ეს ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. არც ცოლი ყავთ, არც შვილი. პირველი კლასის ბეგარა იქნება 300 евро და 33 ცენტი. მეორე კლასის ბეგარა ეხება მარტოხელა მშობლებს, რომლებიც ქვრივად დარჩნენ, გაიყარნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ყავთ ბავშვი. და აქედან გამომდინარე, შემოსავლის წყარო არის მათზე და პლუს ეს ისეთ შემთხვევაში, რომ მათთან ერთად რომელიმე ადამიანი, ზრდასრული ადამიანი არ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მეორე კლასის ბეგარა იქნება 205 евро და 38 ცენტი. მესამე და მეხუთე კლასის ბეგარას ჯერჯერობით გადავახტებით და ამას მოვიხსენებთ ბოლოში, იმიტომ რომ ეს სპეციფიკური ბეგარაა და გადავალთ ეგრევე მეოთხე კლასის ბეგარას. მეოთხე კლასი ეხება ცოლ-ქმარს, რომელსაც ყავთ შვილები, ან არ ყავთ შვილები, მაგრამ რომლებსაც პლუს მინუს ერთი და იგივე ხელფასი აქვთ. ასეთ შემთხვევაში მეოთხე კლასის ბეგარა არის 300 евро და 33 ცენტი. და თუ შევხედავთ, ეს არის როგორც პირველი კლასის ბეგარა. პირველი კლასის ბეგარაც იყო 300 евро და 33 ცენტი. გადავალთ ყველაზე ძვირ ბეგარაზე, ეს არის მე-6 კლასის ბეგარა. ეს ეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მეორე სამუშაო, მეორე, მესამე, მეხუთე, მე-10 და ასე შემდეგ და მეორე სამუშაო უკვე იბეგრება ძალიან ძვირად. ესე იგი, თუ მეც მუშაობ, იბეგრება უფრო ძვირად. მე-6 კლასის ბეგარა არის დაბეგრილი 675 ევროთი. არ დაგვავიწყდეს 3000 ევროს ხელფასიდან. გადავიდეთ მესამე და მეხუთე კლასის ბეგარაზე. რას ნიშნავს მესამე და მეხუთე? მესამე და მეხუთე კლასი შეუძლია ცოლ-ქმარმა
აირჩიონ, რომელი იქნება მესამე, რომელი იქნება მეხუთე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მესამე კლასი იბეგრება ნაკლები ბეგარით და მეხუთე კლასი იბეგრება უფრო მეტი ბეგარით. ერთ-ერთ მეუღლეს, აქ ძირითადად ესე აკეთებენ. ერთ-ერთ მეუღლეს, რომელსაც უფრო მეტი ხელფასი აქვს, შეუძლია თქვას, რომ მე მინდა მესამე კლასის ბეგარა მქონდეს. და ამიტომ ის დაიბეგრება უფრო ნაკლები, იმიტომ რომ თუ მეტი ხელფასი აქვს და ნაკლები ბეგარა იქნება, ნაკლებ ბეგარას გადაიხდის. და მეხუთე კლასის ბეგარა ძალიან ძვირია, ამიტომ ვისაც ნაკლები ხელფასი აქვს, ის ნაკლები ხელფასი უფრო მეტად დაიბეგრება. ასეთ შემთხვევაში შეუძლია ცოლ-ქმარს ეკონომია გააკეთონ და უფრო ნაკლები ბეგარა გადაიხადონ. ან პირიქით თუ იქნებოდა, რომელსაც ვისაც მეტი ხელფასი ექნებოდა, ის დაიბეგრებოდა უფრო მეტად და ვისაც ნაკლები ხელფასი ექნებოდა, ის დაიბეგრებოდა უფრო ნაკლებად, საერთო ჯამში სახლში შემოვიდოდა უფრო ნაკლები თანხა და უფრო მეტ ბეგარას გადაიხდიდნენ ფინანსთა სამინისტროში. ასეთი განსხვავება და ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარს პარტნიორებს შეუძლიათ შეცვალონ. ვისაც უფრო მეტი ხელფასი აქვს, აირჩევს მესამე კლასს და ვისაც უფრო ნაკლები ხელფასი აქვს, აირჩევს მეხუთე კლასს. ამ ვიდეოში არ შევეხები კირხენშტოერ საეკლესიო გადასახადს, იმიტომ რომ თემიდან გადაგვიყვანს და არც ზოლიდარიტეტს ზუშლაგს, იმიტომ რომ ესეც ცოტა სხვა თემასაც ეხება და ამიტომ თუ გაინტერესებთ როგორ შეიძლება გამოიანგარიშო კირხენშტოერ, სად მიდის კირხენშტოერ, ეს საეკლესიო გადასახადი და ასე შემდეგ, შეგიძლია მომწეროთ, შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ. ესე იგი, სად მიდის ეს გადასახადები? ბეგარა, რომელიც დაიბეგრა ხელფასიდან. და ვხედავთ, რამდენიერი ბეგარა არსებობს, თვეში ადამიანმა შეიძლება 3000 ევროდან გადაიხადოს, როგორც 300 ევრო, 200 ევრო, 39 ევრო, 625 ევრო, 675 ევროც კი. და ეს მხოლოდ ბეგარა და არა სოციალური გადასახადები. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ბეგარა მიდის გზების განათებაში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გზების განათება დამოკიდებულია სხვა ბეგარაზე, რომელსაც ადამიანი იხდის ასეც და ისეც, როდესაც ელექტროენერგიას იხდის. ასფალტი, გზები, ხიდები, შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ როცა ჩვენ ბეგარას ვიხდით, ზუსტად სახელმწიფო ან ქალაქი ჩვენი ბეგარიდან გამომდინარე აკეთებს გზებს, ხიდებს, ასფალტს, არემონტებს და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ამისთვის სულ სხვა ბეგარა გადასახადი და ასეთ ბეგარას იხდიან ადამიანები, რომლებსაც მანქანა ყავთ, რომლებსაც ავტომობილი ყავთ და საავტომობილო ბეგარას იხდიან. Kfz-Steuer. და აქედან გამომდინარე, ამ ბეგარიდან გამომდინარე კეთდება როგორც ასფალტი, გზები, ხიდები და ასე შემდეგ. ბეგარა, რომელიც ხელფასიდან იქვეითება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაეხმაროს თუ რაღაც ძალიან დიდი პროექტია, მაგრამ ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ, ასეც და ისეც. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ დაბეგრილი თანხა ჩვენი ხელფასიდან მისდით საავადმყოფოებში, ექიმებში და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. საავადმყოფოებს და ექიმებს თანხა ერიცხებათ ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიებიდან, რომლებიც ასეც და ისეც ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, იხდიან ამ სოციალურ გადასახადებს. აქედან ერიცხებათ საავადმყოფოებს და ექიმებს მხოლოდ გარკვეულ და ძალიან მცირე შემთხვევაში ქალაქი შეიძლება დაეხმაროს რაღაც შემთხვევაში, როგორც საავადმყოფოებს, ისე ექიმებს. მაგრამ ძირითადად ექიმების და საავადმყოფოების ანაზღაურება ხდება მუშა ადამიანების სოციალური გადასახადებიდან. ვიღაცამ შეიძლება თქვას პენსიები, ჩვენი დაბეგრილი ხელფასი საპენსიო ფონდში არ მიდის, იმიტომ რომ საპენსიო ფონდი არის დაფუძნებული სოციალური გადასახადებიდან. როგორც წინა ვიდეოში იყო განხილული, ადამიანი წინასწარ იხდის საპენსიო ფონდს და ეს დაბეგრვა არ ეხება საპენსიო ფონდს. მას სად მიდის დაბეგრილი თანხა ჩვენი ხელფასებიდან? შევეხებით ჯერ პოლიციას. რა თქმა უნდა, პოლიცია და პოლიციის ხელფასი დამოკიდებულია ბეგარაზე. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და მათი ხელფასი იბეგრება, ერიცხება პოლიციას, რომ პოლიციამ უზრუნველყოს უსაფრთხოება ადამიანების. მაგრამ როგორც ხედავთ, დღესდღეობით პოლიცია ვერ აუდის უსაფრთხოებას ადამიანების, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი კრიმინალური აქტები ხორციელდება გერმანიაში. კიდევ სად მიდის? ჯარი,
რა თქმა უნდა, ჯარი დამოკიდებულია ბეგარაზე. იარაღი, რომლებსაც აკეთებენ, ესეც დაბეგრილი თანხიდან აკეთებენ. და აქედან ისმის კითხვა, იარაღი, რომელსაც აკეთებენ და ევროპაში ომი არ არის, სად მიდის ამდენი იარაღი, რა თქმა უნდა. აქედან ფინანსირდება ომები. ავიღოთ უბრალოდ უკრაინის ომი, რამდენი მილიარდი ევრო იხარჯება ყოველწლიურად უკრაინის ომში და აქვე დავამატებდი იმას, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გერმანიამ აიღო 90 მილიარდი პროცენტიანი ვალი და უკრაინას გადასცა 90 მილიარდი უპროცენტო ვალი იმის გარანტიით, რომ უკრაინა უკან დააბრუნებს ამ ვალს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აუნაზღაურებს უკრაინას ზარალს. ესე იგი, ჩვენ ვიღებთ პროცენტიან ვალს, რომ ვიღაცას მივცეთ უპროცენტო ვალი და ის ან აგვინაზღაურებს, ან არ აგვინაზღაურებს. თემიდან რო არ გადავიდეთ, ბეგარა ასევე გადაერიცხებათ პარლამენტს და პარლამენტარებს. როგორც ვიცით, გერმანია არის ფედერაციული რესპუბლიკა და ყველა მიწას თავისი პარლამენტი აქვს. პარლამენტის და პარლამენტარების შენახვა თითოეულ მიწაზე, 16 მიწაზე და მთავარი პარლამენტის და პარლამენტარების შენახვა ბერლინში, ესეც გადასახადებზე ან ხელფასის ბეგარაზეა დამოკიდებული. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას ბეგარაზე. თქვათ, ადამიანს არ უნდა ომის დაფინანსება, იარაღის დაფინანსება. რამდენიმე ხნის წინ იყო, რომელიღაც აზიურ ქვეყანაში გეი პარადი დააფინანსეს, რამოდენიმე ათეული მილიონი ევრო იქ გადაიხადეს. სადღაც უდაბნოში ველოსიპედის გზა დააგეს, იქაც რამოდენიმე ათეული მილიონი ევრო გადაიხადეს. იმ დროს, როდესაც გერმანიაში უამრავი პრობლემაა და პარლამენტარები ფიქრობენ, როგორ დააფინანსონ საზღვარგარეთ არაფრის მომტანი გერმანიისთვის საქმიანობები. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, შემიძლია თუ არა არ გადავიხადო ბეგარა. რა თქმა უნდა, ასეთი აზრი ვიღაცას მოუვა, როგორ შეიძლება არ გადაიხადო ბეგარა, მაგრამ ოფიციალურად თუ ადამიანი მუშაობს, არ შეუძლია არ გადაიხადოს ბეგარა. ასეც და ისეც იხდის ბეგარას. შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ მე მაგალითად არ ვიმუშავებ, სოციალზე ვიქნები და ჩემი სოციალური დახმარებაც არ იქნება დაბეგრილი. მაგრამ თანხა სოციალური დახმარებიდან, რომელსაც ადამიანი იღებს და ყიდულობს რამეს, საკვებს, ან იხდის სხვადასხვა გადასახადებს, ეს გადასახადებიც იბეგრებიან. ამიტომ ადამიანი მუშაობს თუ არ მუშაობს, ასეც და ისეც ბეგარას იხდის, როგორც მომხმარებელი, ან როგორც დასაქმებული. როგორც ხედავთ, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი ბეგარის ან დაბეგრის თავიდან არიდება. ძირითადად ესეთია დაბეგრის სქემა ხელფასებიდან, ვისაც კითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომწეროთ და მალე იქნება შემდეგი ვიდეო, რომელიც შეეხება უკვე ხელფასიდან გამომდინარე სოციალურ გადასახადებს. სად მიდის ეს გადასახადები, როგორი ბეგრებიან და ასე შემდეგ. And I enjoyed it.